უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს, რომელი ბოროტს აიღებს, ზუსტ მას ნათელი და არა მომავალს ნათელს. საყვარელო ნათლის ყოფენი სულისა ჩვენისა ჭეშმარიტი აღსარებას, ვითარც აიტვის საფრთხო მოციქული, ყოველი გაცხადებული ნათელას და რომელი ნათელს აღსარებასაც არ მოვას, იგი ბნელსა შინაარს და ბნელმა ცუდისამა გაუბრუნდეს თვანი გულისა მისისანი და ემხილოს სიბოროტე თვისი ჟამსა საშენისას. რამე თუ კაცმა ვინმე ბოროტ ხელოვანმა შექმნა ნაცვალი კლიტისა და განაღებდა კაცსა ბერისა ვისმე ღირსისა და პატიოსნისა, რომელს აქვდა ხელსაქმარითა თვისითა მოგებული მცირე ოდენ ფული, რათა მით გამოზარდოს თავი თვისი და უმრავლესა მისცემდა გლახაკთა მოწყალება. დაიწყო კაცმა მან პარვა ფულისა მისისა, ხოლო ბერმა დაწერა ფულცელსა ზედა ვითამდე, უფალო და ძმაო ჩემო, რომელიც ხარ, ყავს სიყვარული და ნახევარი ფულისა ამი შენ წარიღე და ნახევარი მე დამიტევე, სახმრად სიგალაღაკისა ჩემისა. და გამყო ფული იგი ორად და დასვა მასზე და ფულცელი იგი. და ვითარცა მოვიდა ჩვეულებისამე პარავ იგი, იხილა ფულცელი, აღმოიკითხა და განხია იგი და ყოველივე ფული წარიღო სრულიად. და ოდეს იხილა ძურგსენებელმა ბერმა აკურთხა და ულოცა ბორის ღვთის მყოფელსა თვისა, ვითარცა უფალი ბრძანებს, კეთილს აუყოფდით ბოროტის ყოფოთა თქვენთა და ულოცებდით მათ, რომელი ძლაობენ თქვენ. ხოლო ყოვლად სახიერი და კაცმოყვარე ღმერთი ჩვენი, სულძელ ექმნა პარავსა მას და ელოდა სინანულსა მისა. და ვინაიდან ნებსით არა შეიგონა, არც აღიარა აღსარებასა შინა, მიეცა იგი სამობასა სასტიკსა და მიიწია სიკვდილი. და მრავალშამ განიჟებოდა და რა განვიდა სული მისი ხოსა. და მაშინ შეინანა და მოუწოდა წმინდა სამას ბერსა და თქვა ვედრები, შემინდე მამაო პატიოსანო და შემიწყალე ჟამსა ამას ჭირისასა და ლოცვა ყავ ჩემთვის, რამე თუ მე ვარ, რომელი ვიპარავდი თანხასა შენსა. მიუგო მას ბერმა, საყვარელო შვილო, მე მაშინვე მოგიტევი, გარნა შენ რად აღიარე აქამო, არა აღიარე აქამო. და ხო ბერმა ლოცვა იმისთვის ხურვალით და გულით. სახიერი ღმერთი სულძელ ექმნა, ვიდრემლი შეინანა და მერმეღა მიიცვალა ვითარცათვით ბრძანებს, არა მება სიკვდილი წოდვილისა, არამედ მოქცევა და სინანულისა, დიდება კაცნეყვარებასა ისა. იხილეთ საყვარელო თუ ვითარ ბოროტას ცოდვისა ჩვეულება და უბოროტეს არს აღსარებასა შინა დავფარვაი და სიბნელესა შინა ყოფა. ამისთვის გლოცავ და გევედრები ქრისტეს მოყვარება. პირველად განვიკრძალნეთ, რათა არა შტავარდეთ ცოდვათა შინა. და უკვე თუ შეგვემთხილოს ბნება რაიმე, ეშმაკის მანქანებითა, ანუ სოფლის ასტურითა, გინახოს და უძლურებითა, მეხსეულად აღვიარნო წინაშე მამისა ჩვენისა სულიერისა მოძღვრისა, რამე თუ არავინ უწყის დღეს სიკვდილისათვის ისა. ამისთვის მოსწრაფედ შეინანეთ ზმანი, და აღსარებითა განვიწმინდეთ თავი ჩვენი და სრულიად განვიკურნეთ წყურებანი სულისა ჩვენისანი. და ნურარას დაუტოვებთ ნაოჭ ბრძულისა. ნაოჭ ბრძული არის ნაიარები, აი ადამიანს ჭრილობონიებს მე ნაიარები რჩევა. აი ეს ნაიარებიც არ დატოვოთ ჭრილობისგან, რომელიც ცოდა მოხენათო, ყოველივე აღვიარეთ ბრანი ჩვენი საქმითნი, სიტყვითნი და გულითნი. და განთავისუფლდეთ ეშმაკისაგან და ყოველთა საქმეთა მისაგან, რამე თუ უფალი ბრძანებს, რომელმა ქმნა სოდვა მონა სიკვდილი.
ცოდვისა და ეშმაკისაც. ხოლო ეს რეთ იქნებისგან თავისუფლება, რათა ცოდვა მოვიძულო და ყოვლითურთ აღვიარო. მოძღვრის მიერ მოცემული კანონი გულითა კეთილითა შევიწყნარო და აღვასრულო და არღარა მივეცეთ ცოდვისა, მივიქცეთ ცოდვისა მუდმივად, რათა აუბრა უძვირეს რაიმე იქნეს პირველის. ეგევედრებით ზმანო ჩემო საყვარელო, მოვიძულო ცოდვა და განვდოთ ბოროტი უღელი მისი ჩვენგან. გახვექნეთ აპაურნი მისი და შევიყვაროთ საქმოება და შევიტკბოთ ქრისტეს თბილი უღელი და ხისვიდნენ სასუფეველსა მისა მადლითა და კაცმოყვარევითა მისითა რომლისას დიდება და სიმტკიცე თანა მამი და სულიწმინდით უდასთან მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ეს სიტყვა რომელიც ავკითხეთ შეგვაგონებს ჩვენ რომ ადამიანმა აღსარება უნდა თქვას სულიწმინდით. არ შეიძლება ადამიანმა აღსარებაში რამ დაბაროს, არ შეიძლება ადამიანმა აღსარება გადადოს. ნახეთ, როგორ იყო თქმული. ვინც შეცოდავს და აღსარებას არ დავს, ის არის ბნელში და მისი საქმენი მაინც გამოშტებია. ეს გამოშტება სასჯელის დღეს. სასჯელი როდის არის? მეორედ მოსვლა, საყოველთაო სასჯელი ყველა საქმენი გამოშტებია და გააკეთა და ასევე როდესაც ადამიანი გარდაიცვალა, თუ მან არ შეინარჩუნა თავისი ცოდვები, მას სხვა კერძო სამჟავო მოსწრეს, ეს იფხილება მას და დაიჭირა ამიტომ ჯობია რომ შეიძლება. ხშირად ისმის კითხვა, რატო გამრავდა სნეულება? მედიცინა ხო წინ წავიდა. სნეულება გამრავდა, პირიქით უნდა იყოს და რატო გამრავდა? ნახეთ, ეს კაცი რო ფულს იპარავდა, ღმერთი ექმნა სულ გრძელი. ანუ ღმერთმა არ დასაჭა და მისცა დრო რო შეინახა. ამან არ შეინახა. მე გამოუგზავნა სნეულება. რო სნეულებას დაეფიქრებინა და შემდეგ კვდებოდა და მაინც არ ამბობდა აღსარებას, დააკვირდით? და ღმერთს არ გაყავდა და ისე იტანჯა, რომ მიხვდა, როგორც იქნებ და დაუწანა ღმერთს და უთხრა, რომ მაპატიე ჩემი ცოდვები, მე ის ვიყავ მისცენ ფულს ყვარავდი. აი რატომ რავდება სნეულება, რომ ადამიანები ცოდავენ და აღსარებას არ ამბობენ. პასუხი ეს არის, რამ გამრავდა სნეულება. ეს ბერი ნახეთ როგორი საოცარი კაცი იყო. ფულს ხო ყვარავდა და დაუტოვა წერილი. ნახევარი შეგაიღო, ნახევარი მე დამიტოვა. და იმან ეს ფულსები დახია, მთელი ფული მოიპარა. ეს ფული დღეს ნახეთ ის უშიდებოდა, ეს არ გიგონოთ რა რაღაც ფულზე არ აპარაკა. ეს ქონდა თავისი შრომი, თავისი ნაშრომს ხილიდა და ცირეს თავისი სიტყვები დინაზის უღებდა მოწყალებად გაჭირვებს. მეორე რასაც უნდა მიმოხსიოთ, ყურადღება ის არის, რომ ძალიან დიდი ბოროტებაა, როცა კაცი მიეჩვევა ცოდვას. ხშირად რომ იგივე სულობს. და უფრო დიდი ბოროტებაა, როდესაც ამ ცოდვას არ ნანობს, აღსარებაში არ ამბობს. და ნახეთ, როგორ თავისუფლდება ადამიანი ცოდვისაგან. აღიარებს ყველაფერს მოზღვის წინაშე გულწრფელად, ცოდვას მოიძულებს და აღარ ჩადის ამ ცოდვას და მოძღვრის მიცემულ კანონს შეიწყნარებს და პატიოსნად შეასრულებს. ხშირად ხდება ხოლმე ადამიანი რომ მოვა და აღსარებას იტყვის, რო ეტყვია რაღაცას დაავალებ, თან ჩვენ სპეციალურ კურსზე დავუწევთ ხოლმე რა უნდა გააკეთოს. რომ მოვა მე აღსარებას რო ეტყვი რომ აი კანონი შეასრულე რა ქემის ზაგავანი. რა დამავალებ? ისიც არ ახსოვს რა დაავალებ. აი მე რეუნები გახსოვს ფურცელი რომ მოგეს იქ ეწერა ყველაფერი. და როგორ უნდა განთავისუფლდეს ცოდვას ნახეთ, ასამბლეას წმინდა მომბარო. როგორ თავისუფლდება კაცი ცოდვისგან, მოიძულებს ცოდვას, აღიარებს მოძღვრის წინაშე, მოძღვრის მიცემულ კანონს შეასრულებს პატიოსნად
და აღარ ჩაიგდეს. აი 4 პირობა თუ კაცობა მიედებს. მერტვა ჩვენ მუცის ამდული სინამდვილე ძალა იმისა ჩვენი ცოდნა ყველაფერი უცხოა მოწოს მოგვიყვება. აქ ერთ საკითხსაც მინდა აუცილებლად პასუხი როცა ამაზე ვლაპარაკობ ჩვენი ცოდნები მოწოს მოგვიყვება. ხშირად ახსენებაზე რომ მოდიხართ გვეკითხებით რომ გეუბნებით რომ კითხვები დამისვი რა მომა. ეს სწორია. მამები ესე ამბობენ შენ თუ ცოდვას ნანო ცოდვა გახსოვს. შენ თუ ცოდვას არ ნანო და დაგამოწდა. უბრალოდ შენ თუ ცოდვა დაგამოწდა არ ნანო. აი თუ დაგვიდები ადამიანს უკითხავ როგორ იყო გუში რა მოხდა და მოყვება რა კაი ამბები რაც მოხდა. კაი ამბები ახსოვს იმიტომ რომ ამპარტავანებო და ეს სიკეთეები ახსოვს თუ როგორი გააგება. და სინამდვილე რო არა და თავდაბრობა რო არა აქვს რა შეცოდა არ ახსოვს. ჩვენ თუ კაი ქრისტიანები ვართ მე გვახსოვდეს რა შევცოდეთ. მთელი ცხოვრება. არ უნდა გვახსოვდეს კაი რა გავაკეთეთ. აი მასე ხშირად უნდა აგეთ როგორი მოძღვარი იყო რომ უთხრა ამ ადამიანმა რომ მე ვარ ის ომის პარაგრაფი რა უთხრა ეგო თავიდანვე გაპატიო მაგრამ ამდენი ხანი ახშარება რატო არ ეთქვა რატო არ შეინანო ეს კაცი ნახეთ რაზე წუხდა რომ განაიმდო რომ ფული მომყარეს ამ კაცმა რომ ფული მოიპარა როგორ ძინეცობაში იყო და იმას დადობდა რომ დროზე ეთქვა ახშარება და შეინანებინა ცოდნა ჩვენს წინაშე სტუმრები შეწოდავს სტუმრები გულწრფელს. შეიძლება გვახსოვდეს რომ მე ესე მომექცა, ესე გააკეთა. კი უნდა განვიკითხავდეთ. უნდა ღმერთსვედრებოდეთ ვერცოდაში ინებს. იმიტომ წერილს ახარებაში კეთილს უყოფდით, ბოროტის ყოფილთა თქვენ და აკუთხებდით მაწევათა თქვენ. ერთო მოხსეს ნამდვილი სინამდვილე მესტათქვენს. მომზადოთ ხოლმე ყველა აღსალებისთვის ხშირად ვთქვათ, რომ ნათელში ვიყოთ. ნახეთ? როგორ იყო ნათქვამი, ვინც აღსალებაში რამეს ნალავს, ის არის ბნელში. და ვინც აღსალებაში ყველაფერს ამობს, უცბელად ის არის ნათელში. და ღმერთმა ნათელში მოვყოლოს საფრთხაშიც და მე თავისი ნადედი და გასმოყვარებით სეციური სასופრობის მომიჯოს.